განადგურებული ავეჯი და ბანკის მიმართ დაგროვილი ვალები სავაჭრო ცენტრ საბას მოვაჭრეები დახმარებას ითხოვენ. ხანძრის შედეგად დაზრალებულებს ბანკში სესხის უპროცენტად გადავადებას სურთ. საბას ტერიტორიაზე ერთი თვის წინ გაჩენილმა ცეცხლმა 170-მდე მეწარმე ფინანსური სახსრების გარეშე დატოვა. ირკვევა, რომ მერიის სარეზერვო ფონდიდან გაცემული კომპენსაცია დაზრალებულებისთვის არასაკმარისი აღმოჩნდა. რომ ნაცარად არის ყველაფერი ქცეული, არანაირი შემოსავალი არ გაგვაჩნია. კეთევან ბახტაძე ერთ-ერთია იმ დაზარალებულთაგან, რომლებიც სავაჭრო ცენტრ საბაში ხანძრის შედეგად დაზარალდნენ. ხანძარმა მას 3 მაღაზია გაუნადგურა და მისი ზარალი 50,000 ლარს შეადგენს. ბიზნესის გასავითარებლად იმ მეწარმემ ბანკიდან 110,000 ლარის ოდენობის სესხი აიღო. დღეს მიღებული ზარალის გამო სესხის გადახდა უჭირს. მისი თქმით, ბანკმა სესხის გადახდის ვადა გაუხანგრძლива, თუმცა გადავადების სანაცვლოდ დამატებითი პროცენტის გადახდა უწევს. ყველა დაზარალებულის თხოვნა ჩვენი ოჯახების რომ შიმშილით არ დავიხოცოთ, სახელმწიფოს ვთხოვთ დახმარებას, მოგვაქციონ ყურადღება, მოვიდნენ ადგილზე შეისწავლონ ყველაფერი. ძალიან გვიჭირს, უკიდურესადა ვართ. არ ვიცი რა გავაკეთო. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რაღაცა ის კომპენსაცია მაინც რაღაცა ბანკების ვალებით აღო. რო ეს პრობლემა ესადა. ეს დაპირება დედაქალაქის მერმა დაზარალებულებს ერთი თვის წინ მისცა, თუმცა 164 მეწარმისთვის მერიამ სარეზერვო ფონდიდან მხოლოდ 400,000-მდე ლარი გამოჰყო, რაც თითო დაზარალებულზე 2,000 ლარიან კომპენსაციას გულისხმობს. თანხის გადაცემა 25 მარტიდან დაიწყო. დღეს კი დაზარალებულთა ნაწილი აცხადებს, რომ 2,000 ლარიანი კომპენსაცია მიყენებული ზარალის მინიმუმსაც ვერ ანაზღაურებს. ამასთან დაზარალებულთა დიდ ნაწილს აღნიშნული კომპენსაცია ჯერაც არ მიუღია. დაზარალებულები კრედიტის უპროცენტო გადავადებას ითხოვენ. ქალაქ თბილისის მერიამ გამოყო ფინანსური დახმარება დირექციის და ადმინისტრაციის ცნობით დაზარალებულად ცნობილ იქნა ადგილზე შექმნილი კომისიის მიერ 164 მეწარმე სუბიექტი. ქალაქ თბილისის მერის განკარგულების შესაბამისად 164-ვე სუბიექტზე გათვალისწინებულ იქნა მერიის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა, რომელიც შეადგენს დაახლოებით 400,000 ლარს. სასამართლოში გამიბარა TBC ბანკმა, რომ მე ბარათს დარღვევა გამომივიდა, როცა ნებისმიერ კატაზე ვიყავი ძალიან კარგი კლიენტი და თვითონ ბარათებზე დამიმატეს ბანკებმა თანხები და დღეს მეუბნება სასამართლოს გადაგცემთ, რომ ვერ ვიხდი. გვესმის, რომ არის კერძო საკუთრება, მაგრამ ჩვენ ხო სახელმწიფოს მოქალაქეები ვართ, თითოეული ჩვენთაგანი, ხო? გადასახადებს ვიხდით კეთილსინდისიერად, რატო ეს ყველაფერი მასში რისი გულისთვის? საქართველოს ბანკსა და TBC ბანკში აცხადებენ, რომ მომხმარებელს შეუძლია საკრედიტო ექსპერტს მიმართოს და პირობებზე ინდივიდუალურად შეუთანხმდეს. ყოველი სესხების ვითარება არის ინდივიდუალური. ყველას აქვს სხვადასხვა ოდენობის და სხვადასხვა ტიპის სესხი. აქედან გამომდინარე, რასაკვირველია, არის საჭირო აუცილებელია, რომ მომხმარებელი დაუკავშირდეს თავის საკრედიტო ექსპერტს და ზუსტად მასზე თავის სიტუაციაზე მორგებული ახალი პირობები მიიღოს. ამ ადამიანებაც უნდა მიმართონ თავის საკრედიტო ექსპერტს, მოითხოვონ მათ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე გარკვეული რესტრუქტურიზაცია, შემდეგ საკრედიტო ექსპერტი ამ პროექტს დაამუშავებს და წარმოადგენს ბანკში. სავაჭრო ცენტრ საბაში ხანძრის გამომწვევ მიზეზს შინაგან საქმეთა სამინისტრო იკვლევს. ცენტრის დირექტორი ადმინისტრირების დარგში გელა კვინიკაძე ამბობს, რომ შექმნილი სპეციალური კომისია ზარალს ითვლის. არის 33 კაციანი კომისია შექმნილი, რომელიც კომისია ითვლის ზარალს და შემდგომ კომისიისგან გამომდინარე ადგენდება ზარალი და შემდგომ გადაიხედება ეს. სავაჭრო ცენტრის დამწვარ ადგილას ახალი თანამედროვე ცენტრის აშენება იგეგმება, მანამდე კი დაზარალებულები ბიზნესის წარმოებას ასეთ პირობებში განაგრძობენ.